მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება ვინ მოგწერთ ძალიან მალე. დღეს ვშლით სამ პოზიციაზე, თქვენ წინაშე არის სამივე პოზიცია, ირჩევთ ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით, თუ მალე ვერ არჩევთ ხოლმე პოზიციებს, შეგიძლიათ ვიდეო დააპაუზოთ და როდესაც იქნებით მზად, შემდეგ განაგრძოთ ვიდეოს ყურება. ასევე შეგახსენებთ, რომ უკვე ჩაწერილ ვიდეოებს უყუროთ, ვიდეო თქვენზე იწყებს რეზონირებას მაშინ, როდესაც რთავთ და ინფორმაციას ისმენთ და ის კავშირში არ არის საიტზე, როდის იქნება განთავსებული. დღეს გვაქვს ესეთი კონკრეტული სწრაფი პასუხი, რომ გავიგოთ ვინ მოგწერთ ხომ ძალიან მალე. ვისაც გსურთ ჩემთან პირადი კონსულტაცია ან დაინტერესებული ხართ ენერგეტიკული წმენდით, შეგიძლიათ დეტალებისთვის დამეკონტაქტოთ, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ვიდეოს აღწერაში და ასევე კომენტარების ველშიც და ვიწყებთ პირველი პოზიციის განხილვით, ვინც აირჩიეთ პირველი პოზიცია, ვიგებთ, ვინ მოგწერთ თქვენ ძალიან მალე. თქვენს პოზიციაზე პირველებო თქვენთან კონტაქტზე გამოვა ისეთი ადამიანი, რომელთანაც საკმაოდ უკვე დიდი ხანია კომუნიკაცია და ურთიერთობა აღარ გაქვთ. ანუ ეს არის ადამიანი, რომელთანაც ან უკვე ფიქრობთ, რომ ურთიერთობა საბოლოო წერტილში არის, ან ფიქრობთ, რომ თქვენთვის უკვე აი მაგალითად დიდი დრო არის გასული, რომ ამ პიროვნებისგან არანაირი ახალი ამბავი არ გსმენიათ, არ მოუწერია, არ მოუკითხი ხართ, ანუ არანაირი ურთიერთობა არ გქონიათ, ხო? შეიძლება იყოს 1 წელიც, 6 თვეც, ზოგისთვის, ხო? ეს ამ დროის დიაპაზონში რომ ავიღოთ, შეიძლება ზოგისთვის 3 თვიანი ურთიერთობის გათიშვაც იყოს, მაგრამ უფრო დაახლოებით აი შეიძლება 1 წლიანი კონტაქტის არ ქონის, ასე ვთქვათ, მომენტიც გავითვალისწინოთ აქ, რომ აი ესეთი ადამიანი მოგწერთ. ნუ რატომ მოგწერთ და რას მოგწერთ? ეხლა ეს განვიხილოთ, აქ მოდის პიროვნება, რომელიც თითქოს მარტოობაში კომფორტულადაა ხოლმე, ანუ ამ პიროვნებას ვერ შევაშინებთ მარტოობით, ვერ შევაშინებთ რაღაც იზოლაციით, ბლოკში ჩასმით. ძალიან ნელია, ფრთხილია, შეიძლება იყოს ძალიან ამავე დროს აი გულჩვილიც რაღაც მომენტში. შეიძლება აქ პიროვნება ჩავთვალოთ, რომ იყოს აი რაღაც ემოციურად დახურული, ხელმიუწვდომელი, მაგრამ ნუ ეს ადამიანი თქვენთან კომუნიკაციაზე გამოვა, რადგან იმიტომ არა რომ მარტოობა იგრძნო და ამის ეშინია, არამედ იმიტომ რომ რაღაცნაირად თითქოს ის ენერგია მოვა მასთან, რომ რაღაც დააკლდა, მაინც უნდა რომ ამ ურთიერთობას შანსი მისცეს, მაინც უნდა რომ ამ ურთიერთობაში კიდევ თავი შეგახსენოთ, მაინც აი რაღაცნაირად თითქოს ენანება ეს ურთიერთობა რომ გაჩერდა. უნდა რომ კიდევ რაღაც პროცესი დაიწყოს თქვენთან. დიდხნიანი კომუნიკაციის არ ქონის მერე ეს ადამიანი მოდის თქვენთან. ეს შეიძლება იყოს ზოგიერთ თქვენთაგანი შემთხვევაში ყოფილი პარტნიორი, ზოგიერთ თქვენთაგანი შემთხვევაში უბრალოდ ადამიანი, რომელთანაც რაღაც დაიწყეთ და არ გამოვიდა, ზოგისთვის მეგობარი, ზოგისთვის რაღაც ცოტა გაურკვეველი ურთიერთობაც, აი ვერ დაასახელოთ ბოლომდე რა ურთიერთობაში იყავით, მაგრამ აი ესეთი ადამიანი მოგწერთ ძალიან მალე. ამ პიროვნებას თქვენთან მიმართებაში ფოკუსი ექნება, რომ პირველ რიგში შეამოწმოს თქვენი დამოკიდებულება, თუ როგორ მიიღებთ და რა ემოციას გამოუვლენთ, როდესაც თვითონ SMS მოგწერთ და შეიძლება იყოს მისი SMS-ი ძალიან ლაკონური და რაღაცნაირად უბრალოდ მოკითხვის ეტაპით დაიწყოს და შემდგომ უკვე ურთიერთობა გაღრმავდეს, თუ რა თქმა უნდა თქვენც ამის სურვილი გექნებათ. აი ესეთი პასუხი გვაქვს პირველ პოზიციაზე. დაგემშვიდობებით პირველებო. მეორეებო, მოგესალმებით და
გავიგოთ თქვენ შემთხვევაში თქვენ ვინ მოგწერთ ძალიან მალე. აქ პირდაპირ მოდის ესეთი ენერგია, რომ თქვენთან კომუნიკაციაში შემოდის პიროვნება, რომელთანაც შეიძლება ახლაც გაქვთ რაღაც აქტიური კავშირი, ან შეიძლება ახლახანს იწყება თქვენი კომუნიკაცია და ურთიერთობა. მოდი დავუყოვებ ახლა რამდენიმე ნაწილად, რადგან აუდიტორია დიდი არის და თქვენ სიტუაციას რომ მოვარგოთ. პირველი არის ადამიანი, რომელთანაც ახლა თუ გაქვთ რაღაც ჩართული, კარგი, სასიამოვნო კომუნიკაცია, ახალი პიროვნება შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში, გაჩნდა ახალი კონტაქტი, ეს პიროვნება მოგწერთ და ისედაც გწერთ, მაგრამ ანუ მისი შინაარსი იცვლება. ეს არის პაემანი, ეს არის შეხვედრის სურვილი, ეს არის უკვე აი პირდაპირი მინიშნება, რომ მე ახლა მოგწერ ამ SMS იმისთვის, რომ დავუთქვა, როდის შეგხვდები, სად გნახავ, გეგმა მოგაწოდო. მინდა რომ თქვათ აი ზოგიერთ თქვენთან შემთხვევაში გამოგივლით ის მანქანით და სადმე წახვალთ ერთად. აი რაღაც ისეთი შეხვედრა არის აქ. რომ აი შეიძლება პირველი შეხვედრა იყოს თქვენთვის, ან მოულოდნელი იყოს მისი შემოთავაზება, ან სულ მესიჯობთ, ან სულ ონლაინ სივრცეში ხართ და ვირტუალური სამყაროდან გადახვალთ უკვე რეალურ სამყაროში. შეიძლება იმიტომ იყოს თქვენთვის ეს SMS-ი მოულოდნელი, რომ სხვა ქალაქებში ცხოვრობთ და გითხრათ, რომ აი მოვდივარ და გნახავ. ან შეიძლება იყოს სხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანი, მაგრამ მაინც მოახერხოს და შეგხვდეთ, ხო? აი რაღაც შეიძლება პირდაპირ ანუ კომუნიკაცია შემოგთავაზოთ, რომ აი დღეს საღამოს გნახავ, რაღაც უცებ გადაწყვეტილება არის, ეს არის SMS-ი, რომელიც მოდის თქვენთან იმის მიზნით და დანიშნულება აქვს ის, რომ შეგხვდეთ ეს ადამიანი და ისაუბროთ პირისპირ და რაღაც კარგი სასიამოვნო დრო გაატაროთ. მეორე ვარიანტი ესეთ შეხვედრას უკავშირდება და შეიძლება აქ ესეთი სიტუაცია განვიხილოთ, რომ ნებისმიერი პიროვნება იყოს აქ, მაინც კომუნიკაციაში მყოფი არ იყოს, ამას გულისხმობ, რომელიც SMS-ის მაგივრად პირდაპირ ჯერ შეიძლება სადღაც მიდიოდეთ და შეგხვდეთ ფიზიკურად ეს ადამიანი და ამის მერე გადაწყვიტოს, რომ SMS-ი მოგწეროთ. აი მაგალითად სამსახურში მიდიხართ და სამსახურის გზაზე შეგხვდებათ, ან შეიძლება ქალაქიდან გახვიდეთ ქალაქგარეთ, რეგიონში, სოფელში, ან რაღაც კომუნიკაცია ისეთი მიძინებული იყოს, ვიღაც შეგხვდეთ და ამ პიროვნებამ მოგწეროთ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა გულისხმობ ამ შემთხვევაში არა მეგობრულ SMS, არამედ ადამიანს, რომელსაც თქვენს მიმართ აქვს სიმპათია და ადამიანს, რომელსაც თქვენთან სურს პაემანი, ასე ვთქვათ, და დაპატიჟება და რაღაც კომუნიკაციის განახლება და სხვა ჭრილში გადატანა, რაღაც განახლება, ურთიერთობის განახლება, იმიტომ რომ აქ წინაპირობა მოუძღვის შეხვედრა. და კომუნიკაციაც აი ასე დაიწყება, ან ესეთი მომენტი ექნება ამ პიროვნებას, რომ აი მე შენ დაგინახე, იქ რომ იყავი და გწერ ამის გამო და კიდევ ხომ არ შევხვდეთ, ან პირდაპირ თუ ახლა კომუნიკაციაში ხართ და კარგი ურთიერთობა გაქვთ პიროვნებასთან, აქ მოდის პირდაპირ SMS-ი, რომ უკვე შეხვედრის ენერგია ძალიან აქტუალური იქნება და ეს SMS-ი ზუსტად ამ შინაარსის იქნება. ასევე შეიძლება აქ ჩავთვალოთ ზოგიერთ გვეთაგანის შემთხვევაში ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყოს და ამიტომ გავაჟღერებ, შეიძლება ეს პიროვნება უკავშირდებოდეს კირჩხიბის ზოდიაქოს და ეს მიმანიშნებელი ფაქტორი ზოგიერთ გვეთაგანის შემთხვევაში ეს იყოს მიმანიშნებელი ფაქტორი. ასე რომ აქ გელით ადამიანთან არა მარტო მიმოწერა, არამედ შეხვედრის ენერგია. დაგემშვიდობებით მეორეებო. და მოდი ვნახოთ ახლა მესამე პოზიციაზე კარტი რას გვეტყვის. მოგესალმებით მესამეებო, თქვენ შემთხვევაში ვიგებთ ვინ მოგწერთ ძალიან მალე. მაგის მაღალი არკანი ამოვიდა თქვენს შემთხვევაში. აქ შეიძლება გამოვიდეს კონტაქტზე ადამიანი, ისეთი ადამიანი, რომელსაც თქვენთან კომუნიკაცია დასჭირდეს. ანუ თავისი საქმისთვის.
ეს შეიძლება იყოს თქვენი დახმარება, ან თქვენი რესურსი, ან შეიძლება იყოს ნებისმიერი საკითხი, რაშიც თქვენ უფრო მეტი შეგიძლიათ რაღაც საქმის მოგვარება ამ პიროვნებისთვის, უფრო მეტი რესურსი გაქვთ და აი ეს რესურსი გახდება იმის მიზეზი, რომ ეს პიროვნება გამოვიდეს თქვენთან კონტაქტზე და მიიღოს თავისი სასურველი, ხო? ანუ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს პიროვნება, რომელთანაც ახლა არც თუ ისე დალაგებული ურთიერთობა გაქვთ, ან შეიძლება იყოს პიროვნება, რომელთანაც უკვე რაღაც აი ბარიერები გაქვთ შექმნილი, ან შეიძლება ეს იყოს პიროვნება, რომელსაც თქვენთან მოსასვლელი გზა მაინც არ აქვს, მაგრამ ისეთი ან გაჭირვება აქვს, ან რაღაცა გაუსაძლისი მომენტი აქვს, რომ მაინც თქვენი დახმარება დასჭირდა და მაინც თქვენ მოგადგებათ. ანუ აქ მოდის ადამიანი, რომელიც თქვენთან კონტაქტის აი თქვენთან კონტაქტი მას სჭირდება, არა მარტო უნდა, ეს არის საჭიროება და ყველანაირად შეეცდება, რომ თავისი სიამაყე გადადოს გვერდზე და ეს ურთიერთობა წამოიწყოს ისევ თქვენთან. ეს შეიძლება იყოს როგორც გითხარით, ადამიანი, რომელთანაც ან რაღაც გარკვეული დისტანცია გაქვთ ახლა, ან პიროვნება, რომელთანაც არც თუ ისე კარგი ბოლო საუბრები გაქვთ. შეიძლება ჩხუბობთ ამ პიროვნებასთან, ან რაღაცას უმტკიცებთ ერთმანეთს, ან რაღაც კომუნიკაციაში ბზარებია. მაგრამ თქვენ ამ პიროვნებას ეიმედებით, მისთვის იმედი ხართ, მისთვის საჭიროება ხართ და სხვა გზა არ აქვს. ანუ თქვენთან მოდის ისეთი ადამიანი, რომელსაც უბრალოდ სხვა გზა არ აქვს, რომ თქვენ არ დაგეკონტაქტოთ და რაღაც დახმარება არ გთხოვოთ, ან რაღაცა საჭიროება მოიყვანს თქვენთან. ну, შეიძლება იყოს თქვენი ყოფილი პარტნიორი, ახლანდელი ურთიერთობა, რომელიც ცოტა ტოქსიკურია, ან ადამიანი, რომელიც თქვენზე დამოკიდებული გახდა რაღაცით. აი ესეთი სიტუაცია გექნებათ, რომ აი შეიძლება იფიქროთ, რომ აი ჩემს გარეშე მაინც ვერ შეძლელი და მაინც მომადექი, ხო? აი ესეთი შეგრძნება გექნებათ, რომ თქვენზე არის ეს ადამიანი დამოკიდებული. შეიძლება თვითონ ისე იჭერდეს თავს, რომ აი ყველაფერი მას კარგად გამოსდის და მოუკიდებელია, ისედაც აწყობს ყველაფერს, გაუმკლავდება რაღაცას, მაგრამ აი შეიძლება ამ იმედებით წავიდა ისე არ მოხდა როგორც მან იფიქრა და ისევ თქვენთან მოვიდა რომ აი ხო შენი დახმარება ისევ მჭირდება. აი ესეთი სიტუაცია იქნება და აუცილებლად მე უკვე ვფიქრობ რომ თქვენ უკვე ბევრი თქვენთაგანი ხვდებობისეც არის საუბარი. აი ესეთი მომენტი იქნება თქვენთან, ესეთი პიროვნება გამოვა თქვენთან კონტაქტზე და მოგწერთ რომ მას დაჭირდით. დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ ყველას და რა თქმა უნდა, მომავალ შეხვედრამდე.